სირიის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი ობიექტი ღრმაღელი სათაო ნაგებობა დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უგულავას Georgian Water and Power-ის გენერალურმა დირექტორმა დეტალურად გააცნო ღრმაღელი სათაო ნაგებობის და წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის მუშაობა. ლაბორატორიამ ISO სტანდარტის აკრედიტაცია მიიღო. თბილისის მერის თქმით, ლაბორატორია კარგად მუშაობს, თუმცა პრობლემებიც ხელხაზზე და საავარიო გამოძახებებზე რჩება. გიგი უგულავამ კომპანიის თანამშრომლები გლდანის მესამე მიკრორაიონში იმ ობიექტზე წაიყვანა, სადაც წყლის მომარაგება რამდენიმე საათია 5 კორპუსს შეწყვეტილი აქვს. ეს ლაბორატორია ახდენს, რომელიც ეხლა გაიხსნა და რომელიც ახდენს მიკრობიოლოგიურ, ქიმიურ თუ ნებისმიერი ტიპის ასე ვთქვათ დაბინძურებისგან პრაქტიკულად არის 100%-იანი დაცვის საშუალება ჩვენი წყლის. ისთვისაც მე კომპანიას მინდა მადლობა უთხრა. მაგრამ ამასთან მინდა აღვნიშნო ერთი რამე. რაც კვლავ დიდ პრობლემად რჩება. მე არ მიყვარს მარტო მიღწევებზე ლაპარაკი. დიდ პრობლემად რჩება, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ ადამიანს უბრუნდება როგორც უხარისხო წყალი და იმისთვის სულ ერთია ის ვთქვათ დაბინძურება მოხდა სათავე ნაგებობაში, რაც თეორიულად გამორიცხულია თუ ადგილზე რომელიმე დაზიანების გამო. მე ამიტომ მინდა უთხრა კომპანიას, ჩვენ მივახციეთ საერთაშორისო სტანდარტს წყლის ხარისხის მართვის კუთხით აქ ქვესადგურებზე. ეხლა ანალოგიური არის გასაკეთებელი ადგილებზე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ცხელ ხაზზე იქნება თუ თქვენ ცხელ ხაზზე, ჩვენ ცხელ ხაზზე. პირადად მე ვიღებ უამრავ ზარს, მოჩუქჩუქებს წყალი, არის გამოძახება, გამოძახებაზე რეაგირება არის დაგვიანებით, მოდის რაღაც ჩამოძენძილი, გაუბედურებული მუშა, რომელიც ჩაარჭობს პალოს და ის სურათი დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც აქ ხედავთ, აი ამ მანქანებისგან და აი აქ მოვლილი დაალაგებული სიტუაციის. რა სიძახია, როდის მოვა წყალი? ეხლა შედუღებით სამუშაოებს გუში რომელიც ათან არის. ნახევარსაათი ჩაიწყება. ერთ წუთს. ამ კალმა საიდან მოიტანა? ამათ მოუწყეს რომ იქნება 7-ზე. არა, მინუს. მე რო არ დავერეკა. იქნებოდა 7, რომელიც მოვიდოდა ღამის 12 საათს. და თურმე შესაძლებელია რომ ეხლა დაურეკავენ და ცოტა პანჩურებს რო ამოარტყავენ, შესაძლებელია რომ ნახევარსაათი, ანუ ეხლა რომელი საათია, პირველზე მოვიდეს. აი ეგ არის განსხვავება. აი ამაზე არის რომ მე ვდარდო. იმას კი არ ვიძახე რომ არაკეთებ. მე იმას ვიძახე რომ არაკეთებ სწრაფად. ეხლა ეს წყარო არ ყოფილიყო, ესე იგი ამ სიცხეში დღენახევარი უნდა ყოფილიყო ნუთხო. თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ეს ეხება თელასაც, ეს ეხება ფილგასაც, ეს ეხება წყალკანასაც. სამივეს ეხება. სამივეში არის ბურდულ-მურდული. ერთი მეორის მილს ამტრევს, მეორე მესამეს კაბელს იმაშვება, მესამე გას უჭრის, მეოთხე იმაშვება და არის ხოლმე და ზარალდება ვინა, ხალხი ზარალდება. აი ხა ხოლმე ჩვენ თვითონ ეთქვი, 1 ნახევარ საათში იქნება. აგერ ამ ხალხს საიდან მოიტანა? 1 წუთკაც. ამ ხალხმა საიდან მოიტანა? ამათ გაუთხეს რომ იქნება 7-ზეო. ეს არის რომ გასაზრდელია რაოდენობა ბრიგადების და გასაზრდელია ისინი. ლაბორატორია ჩვენიერი წყალია და კაია რომ სუფთავდება ლაბორატორიაში. ამაზე მადლობას მეც არავინ არ წაგიო. მაგრამ აქ რომ რო გაჭუჭყიანდება რაღა აზრია ამ ადამიანის იმაში რომ გაჭუჭყიანდება. გინდა აქ დაბინძურებულა და გინდა იმაში. არ მივაწოდებ, მაგრამ როცა დაზიანება დიდი ხანი იქნება, თავისით მოხდება. თავისით. დაიწყეს სამუშაოები ღამით ბრიგადამ და აი გვერდზე გადის მაღალი ზავის კაბელი, რომელიც ესე იგი არ იყო მინიშნებული ჩვენს რუკებზე და დაზიანდა კაბელი. ამ დროს უკვე სახიფათო გახდა მუშაობა, ვინაიდან მაღალი ზავის კაბელი იყო, შეტყობინება მივეცით თელასი გამოვიდა ამ დილით და უკვე ამთავრებს ასრულებს თავის სამუშაოებს. პარალელ რეჟიმში გავაგზავნეთ ჩვენ სამუშაოები, უკვე სამუშაოები დასრულების სტადიაშია. ქრისტიან დემოკრატები მოსახლეობას დღეს პარტიის ოფისში შეხვდნენ. პარტიის წევრები